გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. კიდე ერთი ვიდეოთი გავამდიდროთ ქართული YouTube-ი. ამ შემთხვევაში გვაქვს Daniel Defense Black მოვდი რა ეს გაჩვენებთ ამას. თვითონ რა წერია. სათაურშიც ახლა ეს ასახული იქნება. Daniel Defense გადაღებული მაქვს რამოდენიმენაირი. რატო გადაწყვიტი ამის გადაღება, რომ არის მოკლე ლულით. ანუ შეხედეთ რამხელა პატარა რა. შენობებში ისეთ ადგილებში სადაც ბუჩქებია და რამე ძალიან მოსახერხებელია. ეს შეგიძლიათ გამოუწელოთ და ეს გაწიოთ და აი ესეთი რაღაცა. მოკლედ მოდი თვითონ თოფზე ვილაპარაკოთ რა. Daniel Defense-ის ხარისზე რო ვილაპარაკო, ანუ ის არის რა. ამაო იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხარისხია და ძვირისახის. ეხლა წარმოიდგინეთ 7000 ლარიღისა ეს. სად იყიდება არ ამკითხოთ, იმიტომ რომ არ ვიცი. მოდი მჭიც მოხსნი. და ისე ვილაპარაკოთ. მჭიც თუ მოხსნით, მე იმის შემდეგ იარაღი აუცილებლად ნახეთ რა, რომ ის არ იყოს, რა ქვია. გადატენილი და ასე შემდეგ. ტყვია არ წაიღოს რა პირში. ნახეთ, აი ესეთია. სულ პიკატინის თამასა უყენია თავიდან ბოლომდე. აი ამ ფერმას ვეძახი და მოდი ახლა ვისაც რა უნდა იზრდათ ერთმა მითხრათ როხებია თუ რაღაცი. ალბათ კოლონურობასთან ქონა იმ ბიჭს ურთიერთობა რა რაღაცა რომ მაგრდება ფერმას ვეძახი ყველაფერს. აი ეს ფერმა უყენია შეგიძლიათ პიკატინის თამასა სხვა აიღოთ და აი ამაზე მიამაგროთ. აი უკრინდან ხედავთ აი ეს რაც არის. ესეც შეგიძლიათ პირდაპირ არის ამ ფერმაზე დასმული ხელის მოსაკიდი. არამ შეგიძლიათ პიკატინის თამასა დააყენოთ აქაც და ეს სხვანაირებიც არის ზემოდან. ანუ აქსესუარები, აი ძალიან ბევრნაირია. ახლა ეს არის ნაყიდი აქსესუარი. ესე მე არა ვარ ამიჩეული, აი ამაზე ხელის მოკიდებას. უფრო ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ აქ რო ხელს აკიდებთ, აი ეს ამაზე ვერ եղდნობა. როცა ხელს აკიდებთ, აი ამას საღდენი აქვს უკვე იდავს და ტანზე გაქვს მიდებული და ადვილია რა. აი ესე რო გიჭირავს იარაღი. მინახია რა. სპორტსმენები ისვრიან ხოლმე ეგრე. რომ აი აქ აკიდებ ხელს რაღაცა და აი ეგეთ რაღაცას ჩალიჭო. ალბათ ამასაც აქვს თავის გამართლება სპორტში, მაგრამ მე არა ვარ ეგეთ რაღაცებზე მიჩეული. ამიტომ ესეც ჩემთვის რო კონდეს განაცუდია. შეიძლება ფეხი ჩამოდო, შეიძლება მანქანაზე თუ მანქანა და სოლას აპირებთან საიდმე საყრდენი და რო ეს ჩამოდოთ. აი ზემო ტოტია რაღაცა ჩამოდო და იარაღი დაფიქსირდება. ანუ ისეთი მოწყობილობა არა რომ შეგაწუხოს და ხელი შეგიშალოს რა რაღაცა. პატარა კომპაქტური თუ გინდათ უცებ წააწოთ, მაგრამ არ ქონას, ქონა ჯობია. დანარჩენი რავი მე დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. კალიმატორი უყენია. კალიმატორზე რა ვილაპარაკო? ნუ კალიმატორია რა, კალიმატორი. უკან სამიზნე დიოპტრული სამიზნე უყენია. ორი მდგომარეობა აქვს, ანუ აი ესეთი ნახოთ ტირაჟი რა სიხედები. ეს არის უკვე ჩასაფრებული ხარ და ძალიან დამიზნებით ჩალიჩობთ, ეს კიდე დიდ ფართობს იძლევა რასაც უმიზნებთ რა, რომ განსხვავება ეგ არის, დიდი ნახორტი და პატარა ნახორტი. მოდი ჩვენ დიდი ნახორტი დავაყენოთ, იმიტომ რომ კალიმატორიანთია და შიგწითელი შუქი ჩანს. ამიტომ კალიმატორით ვესრულოთ. ეს, მოდი ახლა ამაზე კიდე გადავიდეთ. დაფარო აქვს ძალიან მაგარი. Daniel Defense-ის ხარისხი, აი ეს ტარი. რეზინია, მაგრამ ძალიან ისეთი რეზინიც არ არის, აი, როგორ გითხრათ, როგორ ტყავი ეგეთი რაღაცა ხელს ოკიდებთ, აი ამაზე და ამაზე, ხო? ეგეთი შეგრძნება. იარაღი არის ნახევრად ავტომატური. ავტომატური იარაღი არ იყიდებ, იმიტომ რომ აკრძალულია. მოდი ვნახოთ რამდენი მდგომარეობა აქვს ამას. 2 3 4 5 5 მდგომარეობა აქვს. ანუ 6 რა თუ ესეთ მდგომარეობაში ამის შემდეგ კიდე 5 შეგიძლიათ გაზარდოთ რა. ეს არის ახლო რომ მიიტოთ იარაღი და ახლოდან იხმაროთ. აქ
აი ესეთი რაღაც უყენია, სტაბილიზატორია, როცა სროლა მიდის ავტომატურ რეჟიმში, ერახს ტენდენცია აქვს, რომ წაიღოს ზემოთ. ამიტომ აი ეს რაც უყენია, ქვემოდან მთლიანი რკინა, ზემოდან დაჭერილია, რომ გამოსვლიდოს გაზი ზემოდან ამოვიდეს, რომ იარაღი დაასტაბილუროს. ამ შემთხვევაში, როცა ნახევართ ავტომატურია, ისეთი სისწრაფით თითით ვერ ისვით, რომ ამან რაღაც ესე წაიღოს რა. ანუ თითის რო ძალიან სწრაფი კონდეთ, მექანიზმი არ მოგწეს საშუალებას, რომ რაღაც დროის იმაზე სწრაფად ვეღარეს. კი შეგიძლია სწრაფად ისვოლოთ, მაგრამ აი რა რომ თითით ვისვრი და ზემოთ წაიღო ეგეთი რამე არა. ანუ ამ შემთხვევაში ეს შეგიძლიათ მოხსნათ, მაგრამ არ უნდა მოხსნათ, ნუ ლამაზია, მაგრამ ფუნქცია არა აქვს რა. დანარჩენი საკიდარი არა აქვს, უბრალოდ შეხედეთ. აი აქ მე პატრონი ალბათ არ დააყენა, სპეციალური ის არის, ღილაკზეა ჯდება, რკინის ის არის. რგოლია რა, რომ მაგაზე დაკიდოთ, ერთი აქ ჯდება, ერთი შეგიძლიათ ჩასვათ აქ, აი ამაში. ესეთი მოკლე ელემენტი იარაღები კაია, რომ ერთ წერტილზე დაკიდება გააკეთოთ, აი ესე. ან ესე და პირდაპირ მოიმარჯვებთ, ისევ დაუშვებთ ხელზე რა, ანუ აი ესე რო არ ატაროთ. იმიტომ რომ ზურგჩანთა რაღაცეებია კიდე და ჯობია რომ იარაღი, ნუ რა, ჩემთვის მოსახერხებელი ესე ხა, ზოგისთვის ჯარისკაცის მამოსავით შეუძლია ესე გადაიგიდოს რაღაცა ესე და არ ვიცი. მოკლედ მიჩვევაზია ეგ და დამუღამებაზე. ასე რომ ორი დასაკიდი წერტილი აქვს. გინდა ამაზე დაკიდეთ, ეხლა აი ეს, ხო? რა ვიცი, აი ამას კინაზია რა გამოდებული უბრალოდ ღვედი რა, შეხედეთ. ნუ ამ შემთხვევაში ეგეც შეიძლება, ხო, კიდე ნახეთ. ხიშტის დასამაგრებელი აქვს აი ამაზე. თუ ამის ხიშს იშოვნით, ამაზე გაუკეთება, მაგრამ შეიძლება აი ამან შეუშალოს აი ძირმაი დანის იმას. არ ვიცი. ხიშტი არა მაქვს ამისი, ასე რომ ვერ ავწი. მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ. ერთი ხელით გატენო რომ მომინდეს გადავტენი, მეორეთი გადავტენი. ორივეთი გადავტენი. ეგ აია ზოგი არის რომ აქეთა გაუქმებული აქვს. ან მარტო, ანუ თუ ორივეს არ მოკიდე ხელი, არატენის. ანუ ცუდია რა, აი ესეთი რაღაცები კაია ხან. თანამედროვე იარაღებს ეგეთი რამეები აქვს. მოდი გავხსნათ. ნუ შეგინა კლასიკური ემოთხი ახლა ამისი დაშლა გადაღებული მაქვს, რომ დავიწყო ამის ამოღება და რამე არ იქნება კაი, ხო, ზამბარა. თუ გინახიათ საბჭოთა იარაღებზე, კონდახები ეკეცება ბევრს. ან ისეთი კონდახი უყენდება, რომელიც გვერდზე იკეცება. ამის კონდახი არ იკეცება, იმიტომ რომ მთელი ზამბარა უკან დაამბრუნებელი მექანიზმი არის აი ამაში. მექანიზმი აქ არის, ზამბარა არის აი ამაში ზის. ასე რომ ამას ვერ მოკეცავთ რა, ვერც კინოში ვერ ნახავთ, რომ ესეთი იარაღი იკეცებოდეს. აი ამაზე პატარა აღარ იქნება, თვითონ რაც ზამბარის სიგრძე არის, მაგაზე პატარაზე ვეღარ მოწევთ. ნუ რო ვთქვათ, რომ დიდი ტრაგედია არა, მაგრამ როცა მანქანაში ზიხარ, ტანკში ზიხარ, არ ვიცი, პარაშუტით ახტები და რაღაცა, აი პატარა მანძილსაც კი რაღაცა დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვაკნინებ ეხლა, რომ არ იქა და რაღაც ისაჯობია, მაგრამ ნუ აი ესეთი რაღაცაა რა. ამას არ ეკეცება, ამაზე დაბლა კონდახი, ანუ ვერ დაკეცავთ. მოდი ახლა ჭიძე ვილაპარაკოთ. ჭიდი არის კარგი, იმიტომ რომ აი აქ ვაზნები ჩანს, რამდენი ცალი არის. დანომრილია, კალიბრი არის 5.56. თუ თქვათ ვერ ერკვევით იარაღში, აგიტყვიათ ხატია, როგორ უნდა ჩაიდოს რა. ანუ თავიც არ უნდა წავიდეს და ბოლოს არ უნდა ქონდეს. თვითონ პლასმასი არის, კაი ყოჩაღი რკინისგან გაკეთებული. ჩემი სწია დამივარდა. ეს მოდი ახლა ყინებს შავდებში და 35 მეტრზე ვისწავლოთ რა. ხო და ეს. აი შეხედეთ, ახლა აქ არაფერი არ გამოჩნდა. მაგრამ აი ეს გამოაჩინა. უკერო პირდაპირ გაჩერებს რომ რაღაცა დევს. თუ სულ გავავსებთ 30 ვაზნა მიდის ჭიჭი. ხო და ჭიდმორგებული არის აი ესეთი. აი ესე გამოიყურება.
ესენი სხვა ფერებიც არის, თქვათ არ გინდათ ეს უდაბნოსფერი, შეგიძლიათ შავი დააკეთოთ. ამ მწვანე ან კიდე თავად შეღებოთ რა. სწორიზოს ყურები დაიცავით ხოლმე. 1-2 გასვლა არაფერი, მაგრამ თუ ბევრს ისვით, მერე შეიძლება ყური დააზიანოთ და რაღაცა მოიწიოთ. 3 ტყვია ვისროლ და ვნახოთ დარტყმა აქვს, ანუ იარაღი მსუბუქია და არის პატარა. ამიტომ ახლა დარტყმა ისეთი არა 12 კალიბრიანი იარაღი აქვს, მაგრამ კლასიკური ეს რაც მისროლია, საკმაოდ დარტყმა აქვს. იარაღის სრულად მორჩებით ჩაიხედეთ. რა ხდება? თუ ბნელა ან ეგეთი რაღაცა თითით მოსინჯე თუ ბინდია. ტყვია შიგნით არ ჩართეს და რამე აღლიში არ მოხდა. ახლა წავიდეთ ვნახოთ იქ რა მოხდა. ცენტრში უმიზნებდი კალიმატორიდან. ერთგვარად უნდა იყოს წესით მოხვედრილი. სად მოხდა მე ხლა მაგას გავვარკვევთ. ერთი 10-იანში მოხდა, ერთი 9-იანში მოხდა, ერთი მოხდა დაბლა. ბოლო ტყვია მოხდა დაბლა, იმიტომ რომ შეიმბრალი იყო. ვიგრძენი რომ ეგეთი რამე მოხდა. ვცდილობ ხოლმე რომ ვისროლო სწრაფად. ანუ ეს იარაღის განხილვა და ჩემი განხილვა საერთოდ არ არის. ამიტომ ეხლა მე რომ გაჩვენოთ რომ არიქა ნახეთ რა ჩუბინი მსროლელი ვარ და რაღაცა არა. აი ამას ვაკეთებ ხოლმე ყველაზე არა გამოცდილი ადამიანის კუთხიდან რომ ისროლთ, ანუ დაუმიზნე და პირდაპირ მიაყარო. თუმცა წარმოიდგინეთ ეს იარაღი ეხლა ვისროლებ პირველად. 10-იანში მოხდა, მე რომ ინტერვალები დამეჭირა, სუნთქვა გამეკონტროლებინა და ზუსტად მესროლა. მაშინ მოხდებოდა სულ ყველანი 10-იანში. ორი კარგად მოხდა, ერთ დაბლა და ნუ ეგ აღარ მნიშვნელობა რა. იარაღი არის კარგი. კარგია სახმარად, კიდე ერთხელ ვიტყვი. დარტყმა ქონდა, იმიტომ რომ პატარა თვითონ იარაღიც მსუბუქია. ხმა ქონდა ისეთი საკმაოდ არადაბალი რა. არ ვიცი ხა თქვენ როგორ გესმით იმაში კომპიუტერში, მაგრამ კაი ხმაცა ქონდა. ხარისხია მაგარი. საქონლად არის, აი როგორ გითხრათ რა, საქონლად როგორ საყოლად. ესეთი იარაღი არის ძალიან მაგარი. აი ესა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აი ესეთი აი შესახედავად. თუ 7000 ლარი გაქვთ, არა ჯერ თუ გაქვთ ესეთი იარაღი გილოცავთ. თუ 7000 ლარი გაქვთ და ესეთ ადგილებზე ყოფნა გიწევთ, რომ ძალიან ხეებია და შენობები ეს, თუ არ და ისევ 7000 იყის ცოტა გძელულ აქვს, აი ამ ხელა. იყიდეთ ის. სატარებლად ეს უფრო მსუბუქია, უფრო კომპაქტურია და ასე შემდეგ. ამ მომენტი რა გაგითხრათ, ამითი გამოგებშოთ, კარგად ბრძანდებოდეთ, შემდეგი იარაღის განხილვა.